საღამომშვიდობის ძვირფასო გამომწერებო ბასრი დისკუსიები დაგიბრუნდათ და მე როგორც ყოველთვის ტრადიციულად მიშა ვარ და სალამი ბატონო გიორგი. სალამი ბატონო მიხეილ, სალამი მაყურებლებო. ჩვენი დღევანდელი თემა არის თვის სიახლეები, სხვათა შორის კაი ხანი გავიდა რაც არ ჩაგვიწერია, მე მგონი ისე წინა თვეში გქონდა? მე მგონი გქონდა. მაგრამ ესეთი ნაყოფიერი არ მახსოვს, მე მგონი ცარიელები არა ვართ მიხეილ, კარგად დავაყენოთ. ნამდვილად. ეხლა რითიც დავიწყებთ საუბარს, თქვენ უკვე ამ ბრენდზე დიდი გადაცემა გაქვთ ნანახი, მაგრამ ეს დანები, ასე ვთქვათ, იმსახურებდნენ, რომ ამ თვის სიახლეებშიც მოხვედრილი იყვნენ, კონკრეტულად ეს დანები იმ გადაცემაში არ იყო და მოდი SRM-ზე ვისაუბროთ. როგორც წინა გადაცემიდან უკვე, ასე ვთქვათ, იცით, SRM-ი არის გიგანტური კომპანია არის და უშუალოდ ეხა კომპანიაზე არ ვილაპარაკოთ, დანებს მივადგეთ. რას ვიტყვით ბატონო გიორგი? კი ბატონო მიხეილ და ფიქრობ მაგ ახლა უყურებ რომელიც დავიწყო. ერთი შეგრძნება მაქვს და იმას ვიტყოდი, რომ SRM-ები რაღაცნაირად ცვლის სიტუაციას. იმიტომ რომ რაღაცნაირად შეგუებულები ვიყავით, რომ ვთქვათ, კარგი მუშადანები, ვთქვათ, განზუები არის, ვთქვათ, იქ სხვა საფასო სეგმენტში უკვე სხვანაირი ხარისხი არის და ესენი რაღაც ახალი სეგმენტი გამოხდნენ ისე. ბევრად რაღაცა ადეკვატური იაფფასად, ისეთი ნამუშევრები აქვს, რომ ცოტა უფრო ძვირიან დანებსაც ვადარებთ ხარისხით. კი. მოდი ამოვარჩიე შენ პირველი დანა. მოდი მაშინ პირველი აი მას ამოვიღებ, მაშინ ყველაზე მეტად რომელიც მომწონს და რომელიც მე ნამდვილად შევიძინე, აი პირველი დანა ეს შევიძინე მე. კი ბატონო. და ვათვალიერებდი ახლა, ხო, სახელებზე პრობლემა გვაქვს, წინაზეც გეცნობოდათ, ნუ მოდელებს ესე სახელი არ ქვია და რაღაც ნუმერაციებით არის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეპატიებად ისეთ დანებს აკეთებენ ისეთ ფასში. ამ შემთხვევაში მიშა ეს მონოლაინერი ადრეს ქონა რაღაცაზე თუ SRM-ზე? არა, მაშინაც რეალ სტილზე ქონა და მაშინაც ძალიან მოგწონდა შენ. კი. ნუ არ ვიცი, საოცარი დანა არის, ამდენი თქვი 135 ლარი თუ გაეხლავე, ეს არის ჩვენი 72, 28, 145 ლარი. 145 ლარი. არ მჯერა გიფიცები, მართლა რომ 145 ლარად. 145 ლარი არის და ფოლადი არის სენდვიკი 14 C28. ნუ არ ვიცი, ძალიან მაგარი დანა არის და ეხლა უყურებ კლიპსებს და მასიურად აქვს აი ეს მოსახსნელი კლიპსები და პატარა დემონსტრირებას მოახდენ ამ მოსახსნელი კლიპების იმდენად პრაქტიკული არის და წინაზე რომელზეც ქენი, ისევ იმაზე ქენი ახლა, ნუ დამიშალე და. კაი, გადავიდეთ, მოდი მაშინ ამას მოკლედ. ამ შემთხვევაში ეს აქსის ლოკი არის, ეგრეთ წოდებული ბეჩმედისის გამოვიყენოთ და არ ვიცი, საკისრებზე, საოცარი მექანიკა, საოცრად დამუშავებული დეტალები, ნუ ყოველ შემთხვევაში, ნუ სიტყვა არ მიბრუნდება, რომ აი ამ ფასში, ამ ბრენდზე რაიმე თქვა, ძალიან მაგარი მოდელი და მაგარი სიახლე არის. და გაყიდვაშიც რო უყურებ, უკვე რაღაცა მოწინავე ადგილს იკავებს. მე მაშინებს სიმართლე რომ ვთქვა, სხვა ბრენდებს არ წაართვას ძალიან უტრფელად ვიძახიან. ძალიან ბევრს წაართმევს, რო უყურებ გაყიდვებს, ნუ SRM-ი დიდ ადგილს დაიკავებს კომპანიაში. მოხსენი ის რა ქვია, კლიპსა გადაიტანე. მაშინ იმაზე მოხსენი. აი მაშინ ორი სიტყვა მეცმათქმევინე, ორი სიტყვა მეცმათქმევინე. ეხლა რა ხდება ამ დანაში? ჯერ დავიწყოთ 145 ლარი. ანუ 145 ლარი არის ისეთი თანხა, რომელიც აზრობრივად მიდიხარ განზოს ირგვლივ. ანუ 145 ლარი სეგმენტში არ არსებობს CVV-ის არცერთი ესეთი დანა მოდელი, შეიძლება პატარა იყოს, არც კაიზერის დანა მოდელი, რასაც ქვია, ესეთი თან ამხელა დასაკეთი. ესე იგი, მონო ლაინერი, ანუ რაც აძლევს იმის გარანტიას, რომ ლაინერები არ იმოძრავებს და ASIO-ი არ მოეშვება მალე, ასე ვთქვათ, თვითონ ეს აქსისი, ანუ დადის ჭორი, რომ ეს ზამბარები თვით benchmates უკეთებს SRM-ი, ერგონომიკა აქვს იდეალური, მინდა რომ რაღაცა პატარა მაინც გავჭრა, პატარა ის უპატარა გავჭრა, აი არ ვიცი გიო, როგორ ახერხებენ ქარხნული ლესვა ჩემთვის ჩინურ ბრენდებში ნომერ პირველი იყო CVV. და მე მივუახლოვე CVV-ის ეს ლესვა რა. CVV-ის. კი, მივუახლოვე ნამდვილად რა. არაფერი, ძალიან სუფთა ნალესი აქვს, ძალიან კარგად გამოყვანილი პირი აქვს. ხო, თაჟი პოლირებული აქვს, ნახე? ანუ აი რა ვიცი, გამეკვირდა რა. ხო, არაფერი, მე მგონია რომ წინ მიიწევს რა და ინდუსტრია წინ მიიწევს, კონკურენცია მატულობს და ბევრად კიდე მეტი და მეტი მოთამაშეები, ხელოსნები და კომპანიები. დიდი სიამოვნება გელით მეგობრებო, ვინც ამ დანებს შეიძენთ გუტრფელად რა. მოდი ვაში გადავიდეთ იმ დანაზე, რომელზეც დემონსტრაციას მე მოხსნი. რა თქმა უნდა.
408 ელი, აბატონო გიორგი 408 ელი მოდელი კი 135 ლარი იღებს, აი რა ვიცი რა, აი საოცარიდან არის, საოცარი დამალულია ჯერ იმაზე საოცარი დიზაინისგან არის და საოცარი ფლიპერი არის. არ ვიცი, ულამაზესი არის. თავისუფლად რა ვიცი იმისა, ხო რომ უყურებ კოლექციაში გინდება რომ რაღაცნაირად გქონდეს რომ ესეთ გამორჩეული დანა არის. აი ულამაზესი არის ძალიან, ფერებიც მომწონს. ვიძახით ხოლმე რომ მიდამიხები რომ რაღაცა ხალისიანი ფერები ბევრად უხდება დანებს. იქიდან ერთი, აქიდან მეორე. კი, ძალიან მაგარი არის და ნუ არ ვიცი, პირიც ყველაფერი, ნუ სიტყვა რამდენი თქვით ამაზე ფასი? 135. უკონკურენტო არის. ეხლა უკვე განზოზე რომ ვიძახით ხოლმე რომ განზო არის უკონკურენტო. განზოსაც სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ჩემი აზრით SRM-ის სახით და ნუ ბოლო აი ეს კლიპსა რომელიც მოხსნა შეიძლება არ ვიცი იმდენ რამეს გაამარტივებს მიშა ეს. ჯერ რომ ვინტები ეკარგებათ ხოლმე ძალიან ბევრს, მე რომ ეშვებათ ხოლმე თან ამ სიღრმე კლიპს, აი მართლა ამ სიღრმეა დააკვირდი რა. კი, შიგნითაც ეხლა ვუყურებთ წეგან და ძალიან მაგრად არის აწყობილი და ეხლა შევეცდები მოხსნას. აი მარტო ეს ვინტი დამეკარგეს გარო დავიქნათ დასურები რა სიძახი ამ აი ესე მარტივად მოიხსნა კლიპსა შეგვიძლია მეორე მხარეს გადმოვიტანოთ ბევრი ვიცი რომ კლიპსის გარეშე საერთოდ ჯიბეში ეს გამოვიტანოთ მეორე მხარეს რომ დემონსტრაცია მოვახდინოთ всё დამთავრდა არ ვიცი წინვალე რა ძალიან მაგარი არის ალბათ კიდევ ბევრ და ბევრ სხვა კომპანიებიც გამოიყენებენ ამ მეთოდს იმიტომ რომ ვინტებიანს ჩემი აზრით აი ამ სეგმენტში ბევრად ჯობია რა ვიცი რა არის მე კიდე მგონია რომ ამას ეთყობა ჭირდება რაღაცა რესურსი რომ ეს აკეთო ეს ინფორმაცია ახალი არ არის არსებობდა მაგრამ ბევრმა არ გააკეთა რა იმიტომ რომ თავი არ აიტკივეს ასე ვთქვათ და ამათ არ დაიზარეს და აიტკივეს რა თავით რომ ყველა მოდელზე არ აქვს ეგრე არიან მოდელები რომ ერთ დავამატებ რომ შეიძლება გაუჩეს ადამიანს ფიქრი რომ რაღაცა თავისით მოძრეს ან რამე მსგავსი რა და აი გამოურიცხავ იმდენად ის არის რა კონსტრუქციულად ხელა კბილები აქვს და ეს შიგნით ჩადის ლაინერში ჩადის თვითონ ლაინერში ხდება ეგრევე იმას აღვხო აი მოხსნაც კი რთული არის რომ მოხსნა და თავისით რომ რაიმენერად გამოძრეს ან მორყე 20 წლის მერე რამე რომ მოვიდეს კიდე ახლა 20 წელი ჩვენ როგორ ვიქნებით ეგ არ ვიცით და ახლა ასე რომ ძალიან მაგარი მოდელებით დავუწყოთ შემდეგების თუ ესეთებია თუ შეიძლება მე ავიღებ რა ეს არის 9201 უკვე ლეგენდარული მოდელი არის იმიტომ რომ ჩვენი პირველი შემოტანილი SRM უბრალოდ მაშინ ჰქონდა ეს ნარინჯისფერი და შავ ფერში და როდესაც ეს დანა მაშინ შემოვიტანეთ და 69 ლარად ასე ვთქვათ ბაზარზე დაუშვით ანუ წამში თუ გახსოვს აი მართლა წამში ამოიყიდა თავიდან ზუსტად ეს მოდელი იყო შავი ნარინჯისფერი და თავიდან ორი მოდელი მოვიტანეთ რა მეორესაც გაჩვენეთ და აი ამ ორზე წავიდა მთელი ამბავი რა იმიტომ რომ ნუ აი როგორც ინსტრუმენტი არის ნუ აბსოლუტურად გენიალური ინსტრუმენტი არის რა და ფასი 69 ლარი ნუ არ ვიცი რა საკისრებზე საკისრებზე კი მგონი საკისრებზე ნუ საკისრებიც გააუბრალო ეს ჩინელებმა მინდა თქვა რომ ეხლა 1 და 2 წლის წინ რო ვიძახთით ხოლმე რომ აი საკისრებზია და რაღაცა რა მაგარი არის და რა მაგრად არის რავი აგერ ამდენი 79 69 ლარიანი დანა ჭრის ძალიან კარგად ანუ მექანიკა აღარ არის რა იმაში რომ რაღაცა თქვა რომ აი როგორი მექანიკაა ნამდვილად იმიტომ რომ 69 ლარიანი ეს უკვე სამფერში გვაქვს მოკლედ ეს დანა და ასევე გვაქვს უფრო ძვირიან ვერსიაში იმასაც ბატონი გიორგი გაჩვენებს კი წარმოვადგინოთ 9201 და რა ფასია ეს ძვირიანი 9201 იყო 89 20 ლარის ძვირია ანუ განსხვავება რა არის რომ ტარი უკვე ჯიათი გვაქვს და პირი აქ რო 8 ხრომი გვაქვს, აქ D2 გვაქვს და D2-დან კაი ხოშიანად გაკეთებული D2-ია. იცი რა გამახსენდა? ბაგაუთი გამახსენდა ჯიათზე რო ძალიან ძვირი ეყრის პოლიმერთან შედარებით. კი და ახალი ის კიდე მიკარტით რო საერთოდ იმაში ერვავია ასტრალში. ნუ ის ბაგაუთი არ ვიცი არაფერს, ის სხვა განზომილება არის, კარგი დანები არის, მაგრამ ნუ აი 20 ლარის ხვაობაში ადამიანი გთავაზობს ბევრად უფრო რაღაცა პრემიალური ხარისხის განცდა მაქვს პოლიმერთან შედარებით, ფოლადიც უკეთესი, აი სხვა კატეგორიის დანა არის. აბსოლუტურად, კი. ნუ ამ შემთხვევაში ვინტებზე გვაქვს კლიპსები. ხო, ეს მაგითო თქვი რა, ძველი მოდელები არის, ძველ მოდელებზე არის ისე ვიცი, ახლებზე არის აი ძალიან ადეკვატური აქვს. მიშა რა ვიცი, კი ადრეც ვეხებოდით ხოლმე, ხან ისე ძალიან არ გვიყვარს რომ სხვებს შევეხოთ ხოლმე. ბაზრის დანებს შეიძლება შეადარო აი
ბაზარს კი არ ვაყენებ შეუწყობას, მაგრამ აი რაღაც კატეგორია დანები გაურკვეველი წარმოებების რო არის ხოლმე, იმ საფასო სეგმენტში არის, რასაც უყურებ და ძალიან მაგრებია. ყოველ შემთხვევაში, აი მაი მარკეტზე მე შენ ხშირად მეუბნებოდი ხოლმე და რაღაცა იმის რამოდენიმე ასე ვთქვათ, საათი დავუთმე მაი მარკეტზე დანების დასერჩვას რა და აღმოვაჩინე პირობითად 90-დან სადღაცა 160 ლარამდე დანების კატეგორია, რომელიც ის აბსოლუტურად არ არის დანას, მართლა არ არის დანა და ანუ ესენი ტრიალებს რა ქალაქში და არ ვიცი რა მეგობრებო მოგმართეთ ვინც მაგით ხართ დაკავებული და რა ვიცი საბითუმო იმათ რა ქვია მოგცემთ და აქ მაინც წესიერი დანით შეგიძლიათ ვითანამშრომლოთ წაიღეთ საბითუმოდ კი მაგაზია რა ანუ იგივე ფასში არის ბევრად უკეთეს ხარისხი რა თქმა უნდა კაი მაგეებსაც დავალაგებთ ნელა მიხეილ მოკლედ ყველას უნდა ვასწავლოთ კაი დანა ეხლა დანა რომელიც ესა მოდი შენეგ ამას ქენი რა ქვია გააძრე აი ეს დანა იყო ამასთან ერთად რო პირველი ჩამოვიდა όμως იგივენაირი იმით იგივენაირი ბიუჯეტური არის ბიუჯეტური კი ნუ ამ შემთხვევაში მიკარტა არის გამოყენებული და ფოლადი აქაც სენდვიკი გვაქვს და კლიპსა იმაზეც მოსახსნელი იყო არა იმაზე არა ანუ ესე გააუმჯობესეს ეს ესე იგი არის უფრო რაღაცა ისე სანადირო სტილში გაკეთებული 145 ლარი ღირს უკვე ეს 145 ხო და ისეთი რა მე კაი მყარ იმას მაძლევს რა ქვია აი სენდვიკის გამო არის იმიტომ რომ შეხედე სენდვიკი მათ ევროპიდან უნდა იყიდონ ეგენი არ აკეთებენ თვითონ სენდვიქს ნუ გეტყვი რომ ბექსპეისერი აქაც აქ G10 არის აქ უკვე ფოლადი აქვს გამოყენებული და ბევრად კიდევ უფრო რაღაცა პრემიალურ განსხვავებას იმას გიგეთებს რა ყოველ შემთხვევაში სულ რამდენიმე 10 ლარი არის განსხვავება და მართლა ძალიან მაგარი ხარისხის დანებს აკეთებენ. ნუ მოკლედ ის განწყობა რომ რაღაცა კაი დანა გინდა თუ რა ძვირი უნდა ღირდეს. არა, ნუ თან ფერები, ასონტრის ზომები, პირის ფორმები, ანუ არჩევანი უდიდესი, ხო და მოდი ახლა მივიდეთ მოდელზე, რომელიც გიორგის არ უყვარს ხო. როდესაც მსგავსი ტიპის ნუ შენ ვარ გეთქვა არც ფიქრობდი ახლა ამის ამოტანას. თქვენ ამის ძმა გაქვთ წინა გადაცემაში ნანახი, უბრალოდ ის იყო სწორხაზოვანი დაშვებით და აბატონო რა ქვია იმას სკანდი და აი ნუ არ ვიცი ჯერ მართლა ძალიან მომწონს ესთეტიურად მომწონს რა ეს დანა რომ აი ეს რო არ ჩანს აბსოლუტურად ლაინერი რაღაცა საოცარი მექანიკა რო აქვს ამასაც კლიპს აქედან იქიდან ასწრება, მოდი ასე ვთქვათ, 401 LGB არის 145 ლარი ღირს და ავიცი სკანდი 145 ლარად კი არა, 345 ლარად არ მეგულება მე პირადად დასაკეთsi. რას ვიტყვი კიდე მიხეილიცი, ანუ ამ საფასო კატეგორიაში განზომებზე რო იყო ხოლმე რა. ძირითადად ვიძახთ რომ კარგი ინსტრუმენტი არის. კი ბატონო. აი მეტი რაღაც ეგ საკოლექციო დიზაინერული ისეთ ღირებულებებს მე ნუ არ ვანიჭებდი ხოლმე იქ რაღაცა ადიმატი რო ქონდა ერთი მოდელი ის კიდე შეიძლებოდა და ესენი ყველას უყურებ და აი დიზაინერებს რო ვთქვი კარგად ნამუშევარი და ძალიან ლამაზი დანები არის ანუ ესთეტიურად და ერგონომიულად ყველანაირად რაღაცა განსხვავებულები არის რა და მოყოლაფრთან გამომდინარე ძალიან საკამათოა განზუსტა და ამისი ურთიერთობა მომავალი სიმართლე გითხრა. ხო, კი, საინტერესო პროცესები მიდის ჩემი აზრით, იმიტომ რომ აი მომხმარებელი მაგაზეც ორი სიტყვით რა ვიცი თუ გვაქვს ალბათ გვაქვს რომ ჩემს გეტყვი. მე უყურებ რომ მომხმარებელი რომელიც პირობითად განზოდა ნავი და კაიზერზე, ხო? და მომხმარებელი რომელიც კაიზერიდან დაუშვა თავი და ან სპაიდერკოზე, ან კიდე რაღაცა სხვა ბრენდებზე რა. ეხლა ანუ რაღაცა ახალი ტიპის ქცევა შემოდის, რომ ანუ უკვე გასული ხალხი, ვინც სპაიდერკოზე ასული რა, ამებს ყიდულობენ. კი. ანუ თან უცნაურია, მანამ ეგეთი რაცები არ შემემჩნევია, იმიტომ რომ სპაიდერკოს ტიპები განზოს აღარ ყიდულობდნენ ხოლმე რა. ხო და ამას ყიდულობენ. ნუ ეგ იცი რა მომენტია მეც მქონდა ეგ მომენტი, რომ თავიდან საწყის ეტაპზე იმაზე ხარ, რომ აი გააუმჯობესო და უკეთესი ნახურა და ცოტა გულს რო იჯერებ და ცოტა რო ისა, მე უკვე სხვანაირად უყურებ, რომ თქვა სიახლეები შეიტანო, თორე ის ნანახი გაქვს უკვე რაც არის ხარისხი და რაც არის კარგი. არ ვიცი მიშა, სიტყვები ან ყოფნის საოცარი კარგი დანა არის. მე მგონი მოვჩით ეს ერემია? არა, ეხლა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, ვერ ვიტყვი ყველაზე ფავორიტს, მაგრამ ერთ-ერთი ფავორიტი ნამდვილად არის, იმიტომ რომ ეს არის ისეთი პირის ფორმა, რომელიც მე მიყვარს, ასე ვთქვათ,
აბატონო და ჩოილი აქვს ისეთი, რომელიც მე ასევე ძალიან მიყვარს. ანუ ვიდე და არ ვიცი, ძალიან მიყვარს ეს და რაღაცნაირი შაიბები არის აქ უკვე არანაირი საკისრები არ არის. აგენაცვალე. ეს დანა შედარებით ესერემისთვის 199 არის. ხო, რის ხარჯზე? ბატონო, რა ვიცი, ლამინატია. ლამინატი კი, ლამინატი არის, კი, უბრალოდ არ მახსოვს. კი, დახატული არის, ფერდები სხვა არის, შუაში სხვა არის. ზეპირა და ნამდვილად არ მახსოვს რა ლამინატია, მაგრამ საკმაოდ კაი ლამინატია. და ამაზე თქვი შაიბებზე, ხო? შაიბა, არ არის? კი, შაიბა. კაი მოზრდილი დიდი შაიბები. შაიბა. ბენჩმეიდივით შაიბები. კი ბატონო, რა და ძალიან გემრიელი დანაა რა, აი. რა ვიცი. ნუ ერთ ვიტყვი რომ ნელა პოპულარული ხდება მსგავსი პირები საქართველოში. მაგასაც აქვს თავისი ახსნა ალბათ რა სიახლე რო არის, ბევრს დრო ჭირდება ხოლმე რომ შეეგოს და ყველა მიჩვეული არის რომ დანა არის წვეტიანი რა და რაღაცნაირად დრო დაინახონ ხოლმე მსგავს ფორმებს, ბევრს რაღაცა იმახინჯება და არ მოწოს, მაგრამ სინამდვილეში ულამაზესი არის და ძალიან პრაქტიკული არის. ძალიან პრაქტიკული არის. აი რაღაცნაირად ყოველდღიურობაში ძალიან კარგი პირია. მოკლედ ეს ნამდვილად იყო დღეს, ანუ ესერემის ბოლოდანა და ესეთ რაღაცა მინდა მე ვთქვა, რომ ანუ მეგობრებო, არ ვაპირებთ გაჩერებას, ჩვენ აქტიურად ვეძებთ იმ კომპანიებს, რომლებიც ხარისხით და ფასით მაქსიმალურად დააკმაყოფილებენ ქართველი მომხმარებლის როგორც მოთხოვნებს, ასევე იქნებიან რაღაცით ნოვატორები რა. აქედან გამომდინარე, არ გამორიცხოთ, რომ რამოდენიმე თვეში კიდევ ვიხილოთ სიახლეების სხვადასხვა ბრენდების სახით ბიუჯეტურ სეგმენტზე მაქვს ლაპარაკი და ეხლა გადავიდეთ უკვე ცოტა მაღალ კატეგორიაში, ანუ ლესეს დანებს ლესეს დანებს. უი, მიშა, დაგვაუზდა ჩვენი სიახლეები? ჩვენი სიახლეები. შენ ხო არა ხარ ხელცარიელი? არა, ხელცარიელი არა, ვარ ნამდვილად. ხელცარიელი არა, ვალ მე ძალიან საინტერესო. კაი თვალისწინე. სიახლე მაქვს, იმიტომ რომ კაი ხანი არ მქონდა შევსება ჩემ ასე ვთქვათ, წითელსა და შავის პრინციპში. იცით რომ ვაგროვებ წითელი და შავის ასე ვთქვათ, ერთობლიობას და აი ოლიტანსის დანა არის, არ ვიცი. აი ძალიან გამახარა ერთმა კარგმა ადამიანმა, რომელმაც მაჩუკა, იმიტომ რომ იცოდა რომ ვაგროვებდი ამ ტიპის დანებს, ხო და დღეს ეს მაქვს ჯიბეს. კილოცავ მიხეილ, ისე кай თქვი რომ რაღაცა მგონია რომ ბესტეკის არის, აი ძალიან მახსენებს რაღაც რამდენიმე მოდელი ქონა და აი ძალიან მახსენებს მექანიკით და ხმებით რა და. კი. ნუ ფერი საოცარი არის, კიდევ ერთხელ შაუდანებს ხო ცოტა ნენელა რო გადაუხვიოთ, მე მეხარია ხოლმე ყოველ შემთხვევაში. თანაჩინო ყველამ ერთად რა კარგად ჩანს ახლა უკვე ერთი 9 წელი მაქვს. წითლები რო შევედასე რომ ალაგია მაგარი ეფექტი აქვს ძალიან რა. გოგონას კოლექცია მაქვს ნანახი ეგრე ვარდისფერებს აგროვებ და მხოლოდ ეს ვარდისფერი დანები რო დავინახე ბევრი სურათზე დავისაუცად ლამაზია. კი. აბა გვანახე შენი დიდებული. აი გიორგი სხვებს ეუბნებოდა რომ არ შეყვეთო და კარგი, გავჩუმდი. დავაგდებთ ემს. არსენ არსენიანის წინაზეც ნახეთ რომ არსენ არსენიანის სხვადანა იყო ის რომ დავიბრუნე. ამ შემთხვევაში არსენ არსენიანის აგრესორი არის მოდელი და ესეც ჩამივარდა ხელში შეიძლება ესე ითქვას რა. თორე ისე გამართლება არის, მე მგონია რომ ესე მარტო. ანუ არსენ არსენიანის აგრესორი, ანუ კაიზერი უშვებს ამ მოდელს უშვებდა, სხვათა შორის ესეც არ ვიცოდი ნაყიდი ქონიათ, CPM 3-ზე უშვებდნენ. მაგ იმას ხო და ძალიან გული დამწყდა რომ წოდნოდა მაშინ როცა იყო ხო ვიყიდიდი ნამდვილად იმას რა და აი ეს დანა მე მომწონს უკვე რა შენ იცი რომ რაღაცები მე არ მომწონდა მაგრამ რაც დრო გადის ეს მომწონს ძალიან ხო სიმართლე გითხრა პირველ ნახვაზე მეც რაღაცნაირად ისე ვერ მივიღე მაგრამ ნელა აი ეგ მომენტია ხო რა პირველ ნახვაზე მეც რაღაცას ის არ მომეწონა და ეხლა მომწონს რა ძალიან მომეწონა თან რა ну, მოკლედ არსენ არსენიანის კასტომი ფოლადი მაგნაკათი, ტიმასკუსის ბექსპეისერი, ტიმასკუსის კლიპსა. აი, ოპერაში დასასრულად გამოსაფრენჭი, ისეთი დანა არის, მეგობრებო და რა ვიცი. თქვენს კომენტარებში გვაჩვენეთ ხოლმე, რა თქვენ რა გაქვთ რა, რა ქვია, ეგ თლათ ესე ნუ ჩაჩუმდებით ხოლმე, გვაინტერესებს. YouTube-ზე ფუნქცია. როტოვა YouTube-ს არა აქვს ეგ ფუნქცია. აუ, ეგ არ ვიცოდი რა, მაგრად მივხარ. სიტყვით დაგვიწერე პირობითად, მე მაქვს ენდურად ხوير მოტეხილი. ან რაღაცა ვიხალისოთ მაგაზეც შემოკარგებო. გავაგზელეთ და მოდი
ეხა ისეთ დანას გაჩვენებთ, რომელიც ყველას დანახი გაქვთ იდეაში, უბრალოდ ამ თვეში კვლავ დაბრუნდა ეს დანა. მე იცი რა არის ანუ Blade HQ-ს რო ახსენებ ხოლმე და Knife Centers ამ ბოლო დროს უკვე ისეთ შექმნება მაქვს, რომ ნუ აი ძალიან ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ თავში ხო არა უვარდათ ამათო, მაგრამ Blade HQ-ს და Knife Centers გარდა ძალიან გაგიჭირდებათ ნახოთ თქვენ მაღაზიები და საიტები, სადაც ყოველთვიურად არის Godfather-ი და დევს მუდმივად გოცარი. ნუ არ არის რა ფიზიკურად რა. ხო და შევისწავლე ეგ საკითხიც რა და ანუ აი Birchwood ქვია თუ რა ქვია ამ ხეს? მგონი ეგ არის. მე მგონი ეგ არის. აი რაღაცა ძალიან დასტოინი, დახვეწილი, აი კიდე რუსული სიტყვა ვთქვი ბოდიშით. დახვეწილი, ელეგანტური არ არის ეს ჩემთვის ის დანა რაც თავისი დანიშნულებით ხო არის, მოდი ასე ვთქვათ, მჩხოლეტავიდან არა, მაგრამ მე ამ დანას როგორ აღვიქვა, ვიცი, აი რაღაცნაირად ძვირფას საჩუქარს ან აი მოსაფერებელნიებს რა რომ გავასუფთავებ, ესე დავკეტავ, დავდებ რა. კეთილი მას აღმიძრავს, არ აღმიძრავს რაღაცა ამას. ეს რაღაცას გავამხელ და იმედია MicroTech-ის მოყვარულები არ შემომიტევენ. ანუ MicroTech-ი ხო გაყიდვებში ყველაზე მაგარია, მაგრამ როგორც მოდელში რო ავიღოთ, Godfather-ი კონკურენტია, ეხლა ვფიქრობ, Godfather-ი ძალიან ბევრი არის რა, ისე რომ Protect-ში AS მოდელი ყველას უყვარს და ძალიან კარგია. ყოველად არა სიმართლე გითხრა ულამაზესი დანა არის და ნებისმიერი ვერსია, რაც კი ჩამოსულა, ყველა ულამაზესი არის. იქ თეთრი მიკარტათი ქონია, ეს არის სხვადასხვა ჩანართებით არის და ასე შემდეგ. ყველა შესრულება არის ამ მოდელის ულამაზესი. ამას აქვს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, ანუ არ აქვს სერიები რა, არ არსებობს Godfather 1, Godfather 2, Godfather 3, Godfather 4. ანუ როგორ გამოვიდა, იმის მერე მოდიფიკაციები არ დაჭირვებია ამ დანას. აი როგორიც გამოვიდა, არის ისეთი. ანუ პირობითად ხა ბევრ დანას, რომელიც დღეს პოპულარულია, მოდიფიკაციები დაჭირდა. რავი, იგივე რანტი არის, რავი, მე რამდენი და ეს როგორც იყო ისეთი რა. არა, ულამაზესი დანა არის, ძალიან კარგი შესრულება არის და გადმოცემა სტილეტოსი და სტილეტოს ხასიათის და არ ვიცი, მაგარი დანა არის. მიშა ისე ვფიქრე, ჭიქები რისთვის გავაკეთეთ მე დაშა. ხო, აბა მე აი როგორ უგემურად დავლიე წეღანთან წყალი რა ეხლა დავისხავ და გემრიელად ჭიქები დავბრუნდებით დაიცადე აგერ თამამად დავლევ აგერ აღარ დაომალავ იმ ეტიკეტებს და რაღაცებს ხო და არც არავის სპონსორობას არ გთხოვთ კაცო ეხლა თუ ვიღაცას მაინც და მაინც ძალიან გინდათ სხვა თემაა მაგრამ ესე რომ გთხოვდეთ არ გთხოვთ პროტეკის ძალიან დიდი ხნის კომაგებმა თუ იციან მარტო ამ დანის არსებობა, რაზეც ახლა ბატონი გიორგი ისაუბრებს. მე არ ვიცოდი სიმართლე გითხრა და რამდენიმე თვის უკან რომ დაიწყო დადებები რაღაცები, მე მივაქციე ყურადღება და ვეპროტექს როგორც უყურებ ხოლმე ეგრე შევიგან ხოლმე სანამ გამოვა, რაღაცნაირად უკვე გავრცელდება ხოლმე და იმედი მაქვს ხოლმე რომ შეხვდება ხოლმე და მეც ველოდებოდი მქონა მოლოდინი რომ ეს დანა შეხვდებოდა მე და ჩამოვიდა და ამანაც სიმართლე გითხრა მოლოდინებს გადააჭარბა. რა ქვია სკუმბრია, ხო? არა კამბრია ხო? კაი, ხუმრობა იგივე და სკუმბრია გავასერთვანეთ. არ ვიცი, საოცარი მოდელი არის, იცი შენ მალიბუც მომწონს, მორდაქსიც მომწონს, ამათი ასენი მომწონს და აი საოცრად ერგონომიული და თავისებური რაღაცნაირი ნაზი ხასიათი აქვს. ხელშიც ხო ძალიან მაგრად ჯდება. ულამაზესიც არის. ულამაზესი არის და რაღაცნაირი განსხვავებული ხასიათი აქვს რა. მე როგორც დაბეჭდილებას მეტოვებს, იცი ბოდიში შეგაწყვეტინე, აი ძველი ფოტოები რო არის, ხო, აი დიდგვაროვანები რაღაცა ოჯახთან ერთად კარგად ჩასმულები რო. ხო, აი რაღაცა ეგეთი ისეთი რა, აი დიდგვაროვნული ეს არის რა, აი სადა, მაგრამ ძალიან ისეთი რა. აი დანების შესარჩევად რომ მოდიან ხოლმე, ყველას ვეუბნები ხოლმე რომ რაღაც თუ განსხვავებული ხასიათის გინდათ, რაღაცა პროტეკის დახლისკენ მოყავს ხოლმე და ვაჩვენებ ხოლმე რომ აი თითქოს ხო სადა არის, არაფერი რაღაცნაირი ზედმეტი არ აქვს, თვალს არ ატყუებს რაღაცა ზიზილპიპილოებით ესე ვთქვა და ხელში რომ დაეჭერ გახსნე აი სხვანაირი ემოციები მოდის რა. ნამდვილად და რომელიც არც ერთ დანებს არ აგავს. ხო, ანუ ეგ არის ასე ვთქვათ პროტეკის მთელი ხიბლი, რომ ახერხებენ აბსოლუტურად არა რაღაცა საოცარი მასალებით
გააკეთონ ისეთი დანები, რომლებიც თვითმყოფადია, რომლებიც მე წლები შეიძლება გააქრონ თვითონ და ეს ხალხში რჩება და ვისაც ახსოვს ხო უხარია, ვინც არა კიდე რო იგებს ამ ამბავს, რომ ეს თურმე ამდენი ხანი დამალული ყოფილა, ცალკე ეს ისტორია ხიბლავს ამ ხალხს, ანუ ძალიან სწორად იქცევა ეს კომპანია. თვითონ აქედან რო შეხედო ამ დანას, ანუ საკმაოდ ნაფიქრად არის პირი, გაკეთებული და ფუნქციურად არის ასევე ძალიან მშვენიერი დანა, მოკლედ ერთ ვიტყვი კიდე რა, ეს ყველას თავისი ფილოსოფია აქვს და თავისებურად აწყობს ამ ბიზნესს და ამათი ბიზნეს მოდელი, რასაც უყურებ მე, დიდად ზრდაზე არ არის ორიენტირებული. ჯერ ამათი წარმომადგენლობაც ხო ძალიან გაგვიჭირდა, რომ შემოგვეტან ამათ დანები და რასაც უყურებ ყოველთვიურად, ხო, რაღაცა კონკრეტულ შეზღუდულ დანებს აკეთებენ, რაოდენობას, შეზღუდულს და ასევე შეზღუდული რაოდენობით არის მოდელები. ანუ თვითონ საწარმოო სიმძლავრე ქარხანის ხო არ არის დიდი, არის პატარა არის. დევი იძახის თვითონ რომ ყველა დანა ჩათვალეთ, რომ ანუ ლიმიტირებული გაქვს. კი, მაგაზე არის. მაგის თქმა მინდოდა, იმიტომ რომ რაღაცა მოდელის რო იქნება ხოლმე, ის შეიძლება აღარ იყოს. შეიძლება იყოს მე როგორ სხვა ვერსია იყოს. როგორც ვიცი, ერთ გამოშვებაზე ყველაზე დიდი არის 4000 ცალი, შეიძლება იყოს ეს რაღაცა, აი ძალიან იშვიათი რომ 4000 ცალი გააკეთოს რა. კი და ეგ არის რა, ძალიან შეზღუდული რაოდენობით და ეგეც შეიძლება იყოს რიგი მიზეზი, რომ განა რაღაცა არ უშვებენ. ანუ ერთდროულად ვერ უშვებენ იმდენ მოდელს რა და იმის რიგი სანამ მოვა, იმის რიგი უკვე კი გადის გაიხანე. კი ბატონო. კეთილი, გამოდე მალიბუც. აი ხო არის ძალიან ბევრი ბაგაუტმა რო ასე ვთქვათ, გაისროლა თავის დროზე. ხო წამოვიდა მე ბაგაუტის მიმბაძველი დანები და პერიოდულად იყო ხოლმე რომ აი ბაგაუტს მაგალითად ხო დეკაჯობია რაღაცა რომ ანუ ბაგაუტის მკვლელი დანა ესეთი სათაურებით რა. მიუხედავად იმისა რომ კონცეფციაში საერთოდ არ შედება ბაგაუტთან, მე მაგალითად ხო უყურებ რომ ანუ აი ეს დანა არის ბაგაუტის გააკეთილშობილებული ვერსია რა. ანუ აბათი ერთ ბაგაუტის მოყვარულება, მაგრამ აი მე მალიბუს უყურებ მასე რა. აი მალიბუზე გვაქვს საუბარი მეგობრებო, მალიბუზე ადრეს გვისაუბრია, ადრეს გამოგვიხატავს მე და მიხელის სიმპათიები და ეს იმდენად ლამაზი ვერსია ჩამოვიდა. ძალიან. ნუ ასარჩევად არც არის ხოლმე საქმე, ერთი ვერსია არის და დასწრებაზე არის ხოლმე, ბევრჯერ არ ყოფილა რომ თქვა რაღაცა მოდელს ვეტყვი ხოლმე რომ ეს მინდა და სანამ დაასრულდება შეკვეთა, მაგრამ უკვე ამოწურული არის ხოლმე რა და აი ესეთი ლამაზი ვერსია შეხვდა. სერიული ესეთი ლამაზი, ანუ აი კასტომები მინახია მალიბურად, სერიულად ესეთი ლამაზი მალიბუ არ მინახია. Mazarov pearl გვაქვს აქაც ღილაკი, ჩამკეტი და აი ესეთი ულამაზესი ფაქტური და ულამაზესი ფერით არის ესეთი შესრულება. სამწუხაროდ კიდევ ვიმეორებ წინასწარ იმას, რომ მალიბუს ფასი ჩვენთან ჯერჯერობით არის. იცი ეგ როგორი მომენტი არის, ანუ აი იმ დღეს ვიძახდი რა, ანუ მოიც რომელ დანაზე ვიძახდი, მე მგონი რაღაც რომელიღაც ჯეკბულზე ვიძახდი, რომ ანუ კაი ხანი დაგვჭირდა, მაგრამ მე წავიდა იმასობით რა, პერაშკებივით. შეიძლება ის მომენტიც იყოს მიხელი, რომ ღილაკიან და ღილაკს რო ხედავენ, ბევრს გონია რომ ის ავტომატური არის. და რომ ბევრს აქვს ხოლმე მოლოდინი, რომ ავტომატურია და როგორ არ არის ავტომატური, ვერ ხვდებიან ხოლმე საერთოდ და რანაირად და პირველი შეგრძნება ეგ აქვს ხოლმე რა და შეიძლება ეგეც იყოს მიზეზი, რომ პირველ ჯერზე თქვა ცოტათი შორიდან უყურებენ, მაგრამ მე მგონია რომ ესეც დაიკავებს კოლექციონერებში სათანადო ადგილს. ერთ პატარა ჩანართს გავაკეთებ, ანუ ვინაიდან ჩვენ რაღაცა პოდკასტის მსგავსი, ასე ვთქვათ, ფორმატი შევარჩიეთ, ხო? ანუ დანებს, როდესაც ესე გაჩვენებთ რა, ესე რაღაცა ცივილიზებული ფორმით, ანუ არის ფიქრობთ, რომ ეს რაღაცა ერთი ცალი არის, ან ძირითად შემთხვევაში, როდესაც ჩამოდის, ანუ მე ხო ვდებ ჯგუფში ვიდეოებს და ხო გაქვთ საწყობში, როგორი სიტუაციაც არის საქმე, ანუ ეს არის ასე ვთქვათ უკვე დიდი მაღაზია და უკვე დიდი ასე ვთქვათ კომპანია ვართ და შესაბამისად კიდე ერთხელ ვიძახი რომ ანუ თუ ვინმეს აქვს სხვა ტიპის თანამშრომლობის სურვილი, ანუ შესაძლებელი არის ურთიერთობები და კომუნიკაცია, იმიტომ რომ იმდენი კომპანიის ოფიციალური დილერები ვართ, მოკლედ საწყობებს, ანუ საწყობებზე აქვს ლაპარაკი და არა ის, რომ რაღაცა ერთ თაროზე გქონდეს. ნუ მაგ ეტაპზე გადავდივართ და ეგეც უკვე დაწყებული გვაქვს და ნელა დავალაგებთ მაგაებსაც ყველაფერს, რომ ანუ არა მარტო ჩვენ მაღაზიებში გვაქვს ისეთი გეგმა, რომ სხვაგანაც ჩავანაცვლოთ კაი დანებით. ანუ ეს იდეაში მოდით ან გავამხილოთ რა, ყველაზე მთელი ის რა არის, რომ ანუ
პირობითად აი წარმოიდგინეთ რა, ძალიან ბევრი გვეკითხება ბათუმში, როდეს გახსნე ბათუმში. ანუ ეს ყველაფერი ბიზნესია, გესმით ალბათ ხალხმა. ხო, ეხლა ჩვენ რო წავიდეთ მე და გიომ, დრო დავხარჯოთ, მოვნახოთ იქ რაღაცა ფართი, ხალხი, ანუ ძალიან დიდი დრო უნდა დავხარჯოთ, რესურსი არ შეიძლება არსებობდეს უკვე პირობითად ვიძახით, კონდეს ვიღაცას ნორმალური, კარგი სანადირო მაღაზია ან რაღაცა მაღაზია და ჩვენი პროდუქცია საბიძუმოდ წაიღოს და მსგავსი ტიპის ნუ გამოწერებში თუ ხარ მსგავსი საქმით დაკავებულები, ნუ დაგვაკონტაქტეთ პირად ასე ვთქვათ. კარგად შეგვიძლია მუშაობა და შეთანხმება. კარგით, პროტეკები ამოვწურეთ ამ წუთას. როგორც მეტი იყო ეს პროტეკები, მაგრამ გიომ გადაწყვიტა რომ ეს სამი მოვახვედროთო, არ შევედავე, კი ბატონო. ბევრი გამოდის ხოლმე ისიც. ხო, კი, ხდება, იმას ვარ შეხონა. კი ბატონო. აბა ეხლა შემდეგზე? ალბათ გავახალისოთ. გავახალისოთ. აჰა, ეს ერთი. დადგება? ეს მეორე. იდგებიან. ეს მესამე. რა? გარიგაცევი არის. მაგარი. ეს ფავორიტია. და ესეც მეოთხე, მეგობრებო, Squid Industries-ი წინაზე გქონა ჩვენ ვიდეო, პატარა დაუთხე Squid Industries, მაშინ სატესტოდ გქონა ჩამოტანილი რამდენიმე წელი, რომ თქვა გავცნობოდით კომპანიას, როგორ დანებს აკეთებენ, როგორ ნამუშევრებია და ჩვენ როგორც გამოცდილმა მედანეებმა დადებითად შევაფასეთ Squid Industries ნამუშევრები და გავზარდეთ ასორტიმენტი და გაგიზიარებთ ყოველთვის იყო ხოლმე პრობლემა ბალისონგების საქართველოში, კაი ბალისონგის შერჩევა და არჩევანი არ იყო და ნუ დღეიდან შეიძლება ითქვას, რომ არის. დავიწყოთ ულტემით? დავიწყოთ ულტემით დავიწყოთ. მე არ დავმალავ და მოკლედ, როდესაც ჩამოვიდა, რო დავატრიალე, მე გიორგის უთხარი, რომ მე მეთქი ულტემი მეთქი და ეს ზოგადად მეთქი ბოჭკოვანი ისინი არ მომწონს მეთქი, იმიტომ მეთქი, რომ ხელში მეთქი, ანუ არ ტრიალებს ისე კარგად მეთქი, როგორც დავუშვათ ალუმინი და ტიტანი. მე რამოდენიმეჯერ დავატრიალე და მაინც ვერ მივხვდი დიდად ვერაფერს და უბრალოდ მე თვითონ Squid Industries ერთ-ერთ ვიდეოს უყურე, სადაც ეგრეთ წოდებული მწვრთნელი, ანუ ასწავლის სიხშირეს, რომ ანუ აი ეს როგორ უნდა დაიწყო, ანუ რა სიხშირეთ უნდა ატრიალო, ის რა სიხშირეთ უნდა ატრიალო. თავის დანიშნულებები აქვს აბსოლუტურად, ამიტომ მომწონს არ მომწონსზე არ არის, თუ გინდა რომ ისწავლო, ანუ თავიდანვე იმით არ სწავლობ, არავითარ შემთხვევაში არ აძლევენ დამწყებს იმას რა ქვია, ტიტანს რა, პირობითად და ალუმინს რა. სწავლობ ამით რა. ამიტომ მე ვწდებოდი ძალიან, როდესაც ვიძახდი მაგას. ჩემი აზრით ნენელა ვიწამლები მიხეილ ბალისონგებით, ბავშვობაშიც გქონდა რაღაცა სიმპათიები ამის მიმართ და აი ამათი შემხედვარი მგონია რომ ესე უფრო და უფრო მეტჯერ მიჩნდება აზრი, იმას ბოლოს. კი, ის და უფრო და უფრო მეტჯერ მიჩნდება აზრი რომ ვისწავლო ბალისონგების ტრიალი. მე კიდე მგონია რომ არ უნდა ეს ვქნა, იმიტომ რომ მე პირველი რომ გამიჩნდა ეს benchmade-ის ყიდვის სურვილი მაშინ რა, მიუხედავად ის საერთოდ არ იყო პროფესიონალი ბალისონგი რა, ეს ტიტანი რო იყო. მგონია რომ არ უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ მე აი ძალიან შევყვები, მეც მიყვარს რა, ბავშვობიდან ნოსტალგია რაღაცა ტრიალი და შეიძლება გამაგიჟოს, გამარეკინოს ამი. მოდი ეს სამაგრზეც ვიტყვი რა, ძალიან ბევრს გონია რომ სამაგრი უნდა ქონდეს და კითხულობენ ხოლმე სამაგრი რომელიც ბალისონგები რომლებიც სატრიალებლად არის გათვალისწინებული, იმათ არ აქვს სამაგრები. ბენჩმეირებს აქვს, თუმცა ის სატრიალებელი არ არის. თუ გინდა რომ ატრიალო, ჯობია რომ მოხსნა ის სამაგრი, რომ ბალანსში ხელი არ შეგეშალოს, ტრიალში ხელი არ შეეშალოს. უნდა იყოს ბალანსი წონაში, რომ ერთნაირი უნდა იყოს, რომ სატრიალებლად იყოს კარგი. და თვითონ Squid Industries რაც შეეხება, ნუ ძირითადად მე მგონი მასიურად ამ ბიუჯეტში ჩემპიონატებზე და სავარჯიშო და ასე შემდეგ აი ეს ბრენდი გამოიყენება და ძალიან ბევრი აქვს აი ესეთი სავარჯიშო ვერსიები, ამ შემთხვევაში ეს უკვე ალუმინის ვერსია არის მე. მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ რა, დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ პირობითად შვილი დაკავს ფეხბურთზე და ბუცებს ყიდულობ რა. ხო, ანუ და გინდა ან Adidas-ი, ან Nike, ან Puma, ანუ აი მაგაში ტრიალებ რა. ხო და ერთ-ერთი რო დაკავდეს ფეხბურთის მაგივრად ამის ტრიალზე, აი ერთ-ერთი ზუსტად ეგეთი ბრენდი არის რა, რომლითაც მე ნაკრებები ჩაცმულები დადიან რა. თანხმები აბსოლუტურად ძალიან მაგარი ბრენდი არის, ინტეგრალები არის, ესეც უნდა ითქვას, ინტეგრალები არის მთლიანად. ერთთლიანი იმით არის გაკეთებული და არა საფასო სეგმენტი მიახლოებით აქვს 200 ლარიდან 1000 ლარამდე. რამდენიმე მოდელი აქვს უფრო მაღალ ბიუჯეტურის, მაგრამ ისინი უკვე ტიტანებით არის ნამუშევარი. ტიტანებით ცოტათი უკვე ძვირები გამოდის, მაგრამ საერთო ჯამში აი ეს ხმები და ეს მექანიკა მიხეილ ალუმინებზე ისე მომწონს მე რომ
არ ვიცი, საოცარი ხმები აქვს. ეს ამ შემთხვევაში გადამქონდა ადრე თითებზე და აი უნდა ჩავირდე ვიდეოებს. აი ეს ვერსია შევარჩიე მიხეილ საჩუნებლად რაღაცნაირად ულამაზესი ტანტო არის. ნამდვილად. აი ეს გრინდები და ეს ფორმები ისეთი აქვს, აი ძალიან ლამაზი ტანტო არის. ეს უკვე არ არის სავარჯიშო ვერსია, ეს უკვე გალესილი ვერსია არის, ამის ფასი უკვე 960 ლარი ეს თუ რაღაც მაგნიტამოებში. შევახედე ერთი კარგად არ დაუკვირვები ვარ. ძალიან ლამაზი ტანტო არის. მართლა ძალიან მაგარი ტანტო არის, მაგარი გრინდია გაკეთებული და ეს უკვე დანაა თან რა. თან დანაა, კი ბატონო. ნუ საოცარი ხმები აქვს. საოცარი ხმები. გადავიდეთ ბოლოზე? ო, აი ეგ ბოლო, რომელიც ძალიან ნუ ჩემი და მიხეილის ფავორიტი. კი. გიორგის აღმოჩენილია, მე მერე დავაკვირდი, მაგრამ მეც მოვიწამლე რა. ბოთლის გასახსნელი არის მეგობრებო. ანუ ჩვენ გვინდა რომ გვემსახურებოდნენ ბარმენები, რომლებიც გაგვიხსნიან ესეთი რაღაცით, მოკლედ ჩაის 10 ჯერ მეც დაუტოვებ, აი ესე რომ მოვიდეს, ძალიან მაგრად რომ დაატრიალოს და აი ესე რომ გახსნას ლუდი. დაში 10 ჩაები ვართ რა, რომელიმე რომ გვითხრათ რომ ამ ბარში ვარ, ამით ვიზავ, всё, და მაგ ბარში ვიწყებ ციაროს. ნუ ძალიან მაგარი სავარჯიშო ნივთი არის, ანუ იმის ხალისაც ხო მოიკლავ რომ აი ეს ატრიალებ ვალისონს პლუს ბოთლის გასახსნელად წარმოიდგენა მინდა, იცი რომ წარმოიდგინე ხარ ბარმენი რა და ხალხს ელოდები 9 საათზე რა რომ იწყებანი რა და ხა მანამ ისე ბევრი საქმე არ აქვს რა არაფერი რა და მანამ ზიხარ ანუ პროსტა ანუ ამას ატრიალებ და როგორც კი ხალხი შემოვა უკვე ანუ ემენა ომარჯოვეთ კაც წავიდა გადაატრიალ საოცარი ეფექტია იმე ნუ ალბათ ყველაზე მაგარი ბოთლის გასახსნელი არის ახლა რომ ვფიქრობ რაც შემხვედრია მეც რაც შემხვედრია ამაზე უკეთესებიც ალბათ მაგრამ ჩემთვის ყველაზე ეფექტური და მაგარი ბოთლის გასახსნელი არის მოკლედ ესე იგი Squid Industries-თან უკვე საცდელი ის აღარ არის ანუ უკვე შევდივართ უფრო ღრმა ურთიერთობებში და თქვენს ანუ მომხმარებლებს თუ აქამდე გაცნობდით ეხლა უკვე მოგიწოდებთ რომ ანუ მართლა ძალიან საინტერესო თემა არის დაინტერესდით სადეთ დატრიალება და რა ვიცი როგორც ჩვენ ასე ვთქვათ რაღაცა მოგონებებმა მოგწამლა და გაგვახსენა დიდი შანსია თქვენს გერ სახელს და გვარს არ ვიტყვი ჩვენმა ერთმა მომხმარებელმა რომელიც საერთოდ არ იყო ამაზე მოსული იმ დღეს რაღაცა ისე სხვა რაღაცები იყიდა და მე ეს ისე შეიძინა რომ თან თქვა რომ აი გახსოვსო ის რო იყო ბანზიო ბავშვობაშიო ხო და მოკლედ კარგი რამეა გქონდეთ ხედულობაში ნუ ჩემი აზრით ის კულტურაც მოიმატებს რომ ცალკე გაჩნდებიან ბალისონგის მოყვარულები შეიძლება პატარა ბალისონგის ტრიალის კლუბიც ძალიან მაგარი და ძალიან ეფექტურია საყურებლადაც ძალიან ეფექტურია მაგრად რო ატრიალებს ვიღაცა რა მაგარი არის აგივინა სიმონ არ მახსოვდა ეს თუ ქონა გადმოდებული ეხლა დავშევამჩნე მაიკროტეკის მარფიონე სელექტი მიხეილ და ну, ხო იცი როგორც არის ხოლმე ჯერ თქვა სტანდარტული მოდელები თქვა მოილიანენელა და უკვე გადავიდნენ განსაკუთრებულებზე და ულტრატეკი ZBP და გამოუშვა აი ესეთი ულამაზესი პირით. მიხეილ ჰელჰაუნდი არის. მეც ZBP-ა? ZBP აბა? ო, არა. კი, ZBP არის, ანუ საოცარი ჰელჰაუნდი პირები მე მიყვარს ძალიან და მეც მიყვარს. კი, просто ეს არ ვიცოდი რომ ZBP იყო ეგ და ნახდა ZBP-ა? კი, არის. რატომღაც ქონდა ფიქრი რომ თქვა ახალ მოდელებში შეიძლება არ გაიკეთებინათ ჰელჰაუნდი, იმიტომ რომ იქ ინტერსეპტორი გააკეთა რაღაც ცვლილებები შეიყვანა და მეთქი რაღაც ის პირი შეიძლება აღარ გაიმეორონ თქო და ძალიან გამიხარდა რომ აი ეს სელექტში ჰელჰაუნდი ისევ გააკეთა. ჰელჰაუნდის ისტორია ხო არის იცი რამე? ანუ რასთან აქვს რავი, რამესთან ასოცირდება. სირცხული მიხეილ, ჩავეძიოთ. ახლა ფილმი გამახსენდა ერთი. ხო, მე ხო და მაგას ვიძახი, რაღაცა მგონია, რაღაცა ფილმი ხო არ არის? შეიძლება. ხო და ზუსტად, მაგრამ მე მგონი არასადაც არ წერია. მაგითო ვკითხე, იმიტომ რომ მე ეგეთ რაღაცებს ეგ არ აბაზრებს. თავისი მოფიქრებულია და всё. შეიძლება, ჩავეძიები. შეიძლება ვწდებით. კი ბატონო, აბა მოვკიდე ხელი ოდნავ. კი. არაფერს არ შვება ყოველ შემთხვევაში. ტყუილა კი არ უჩივის ეს კაცი. კარგად გადაიტანა. კი, ძალიან. კი, ლამაზიდან ძალიან. არა, აბატონო შენი იყოს. ჩემი იყოს. ნუ მოკლედ მე მგონია რომ ძალიან მაგარი სიახლე არის და ადრე თუ რაღაცა
მაიკროტეკები იყო ხოლმე რაღაც სერიულები, რომ ისე რომ და ან ესეთი ოვაციებით ხდებოდით ხოლმე, ისე გამოდის, რომ სისტემატიურად მსგავსი დონის ნამუშევრები დევს უკვე და ანუ თამამად ვიძახი შენი იყოს თქო, ანუ ესე იგი ადრე მაგას ვერ ნახოთ ვერ ვიტყოდი რა, ანუ დაჟე ხუმრობითაც ვერ ვიტყოდი რა, იმიტომ რომ ეხლა ვიცი რომ ამაზე რო თქვა სხვა დევს რაღაცა ისეთი რა. ასე რომ შენი იყოს ეგ. აჰა. კი ბატონო. წამოვიდა სერგო. სერგო, აბა მოდი და ერთ სერგოზე ვილაპარაკოთ, ცოტა ვილაპარაკოთ სერგოზე რა. სერგოზე ვილაპარაკოთ. ნუ პირველი ვიტყვი რომ ამაზე წინაზე ქონა დაანონსებული პატარა ვიდეოს დავდეთ, ესე პოდკასტში არ გამოგვიჩენია. და ამდანაც დიდი ხანი უყურე მიხეილ და მე მგონია რომ სათანადოდ არ ვაფასებდი ამ მოდელს. იმიტომ რომ ცოტა სხვანაირად ვიყავი მიჩვეული სერგეის აი ნამუშევრებზე სხვა დონე არის და სხვა კატეგორია არის რა თქმა უნდა და ამაზე ესე უძახი ხოლმე და ვეუბნებოდი კოლექციონერებს რომ ნუ აქ ყიდულობ ლოგოს რა და ბიუჯეტურ დანას აკეთებს. გამიგია შენგან კი, მსგავსი და ლოგოს ყიდულობ რა და რაღაცა დიდი ხანი რო არის ახლა და მიდევს იმდენი ხანი მოვათვალე რომ ცოტა სხვანაირად შევხედე დანას და სხვანაირად დავათვალე და მაინც ესეც მაგარი არის. მარტო ლოგო არ არის. მე არ მქონია ეგ განცდა. უბრალოდ გულწრფელად გეუბნები რომ არ შეკამათები ვარ იმის გამო მქონია ერთი-ორჯერ სურვილი, მაგრამ იმიტომ არ შეგეკამათე რომ ანუ მიმაჩნია რომ ჩემზე ბევრად მეტი გამოცდილება გაქვს შიროგოროვთან ურთიერთობის და გავჩუმდი რა, თორე აბა რითი დგას მაშინ სხვებზე მაღლა ამ საფასო კატეგორიაში? ეგ როგორ გითხრა რა, ალბათ როგორ გითხრა, აი ერთი დღე რო დაუჯდე მეც ეგრე, ხო? გეტყვი უფრო ესეთ პასუხს. ეხა მიჭირს ამის პასუხის გაცემა, მაგრამ აი თუნდაც აი რაღაცა ფრეზირების რაღაცა მომენტები არის, ანუ რაღაც სიზუსტეები არის, არ vicი, ხმები არის, არ ვიცი, ანუ არ არის ეს. გეტყვი მიხეილ, მე ახლა რას ვფიქრობ? მე რას ვფიქრობ და რა შევამჩნე და რა მომეწონა ამ მოდელში, რატო შემიყვარდა. ანუ მარტო ლოგოს არ ყიდულობთ, როცა ყიდულობთ აი ბიუჯეტურ, ეგრეთ წოდებულ ბიუჯეტურ შიროგოროვსაც, ყიდულობთ აი დიზაინერის ნამუშევარს და რისი თქმა მინდა. არც ერთ დანაზე მე არ შემიმჩნევია ისე, რომ ესე უყურებ ხოლმე დანებს მიხეილ, რომ მთლიანობაში ხო კარგი არის, მაგრამ რაღაცა დეტალები, რომ დაიწყო და ჩაეძიო. არაფერი აი მაგალითად ახლა ხო ულამაზესი დანა არის გოცანზე რა გვაქვს სათქმელი, მაგრამ აი ეს პატარა ნაწილი რომ გაადიდო. ხო, არაფერი განსაკუთრებული არ არის. კლიპსა რო გამოყო და კლიპსაც ცალკე გაადიდო, არაფერი განსაკუთრებული არ არის. თითოეული ეგ დეტალი ცალკე არაფერი არ არის. უბრალოდ ერთაულ თლიანობაში ქმნის ძალიან მაგარ დანას. მარტო სერგეის დამუშევრებაზე მაქვს აი ეს დაკვირვება, რომ რომელი დეტალიც არ უნდა გამოყო, პატარა გაადიდო, აი სურათად შეგიძლია დაბეჭდო და ულამაზესი გამოდის. აი თავისი აი კონტურებით, აი დეტალებით. შენ კარგად ახსენი რა, ეხლა წეგან რა თუნდაც ეს კლიპს აქით ამხარე როგორ არის და აქით დიდი, ანუ აი ყველაფერი ნაკეთობაა. ცალკე რაც უნდა გადაუღო, ეს სურათი თანამედროვე რაღაც ხელოვნების ის სურათები რო არის ხოლმე, ხო, შენობებს და აი რო გადაიღო თითოეული დეტალი რაღაცა ეგეთი სურათი გამოდის და ეგეთი ნამუშევარი არის. აი ესე მგონია რომ ეს დანა ანუ ესე კი არ არის მთლიანობაში დახატული, აი თითოეული დეტალი, აი დიდ კედელზე, აი ლამაზად რომ გამოვიდეს, ეგრეთ და მე მთლიანობაში არის აწყობილი და საბოლოო ჯამში გამოდის ულამაზესი დანა. არა, ძალიან მაგარი დანა. აი თავიდან ამას არ ვიყავი დაკვირვებული რა. უბრალოდ რაღაცა ფოლადების ამბავში ეს ცოტა მეუცნაურება ხოლმე მაქსი და რაღაც მე ეს რაც შევამჩნიე, მე მგონი სანქციების მერე იყო რომ ცოტა გაუჭირდათ ხოლმე, მაშინ გაუჭირდათ და მაშინ სხვა მომწოდებლებზე რო გადაეცნენ და ასე შემდეგ. არ უარ გაეჩერებინა ასე წარმოება. კი, გაუჭირდათ იქ მაგვი რაღაცა პერიოდი ფოლადები ახლა ამათთან ზუსტად რა შემთხვევა იყო ეგ არ ვიცი, მაგრამ კაკრას ამათთან იყო ეს შემთხვევა რომ ამას არ უნდოდა რომ ლევათეყი და ოფიციალურად უნდა ყველაფერი რა. ნუ მოკლედ ადრეც მithkomს და ეხლაც ვიტყვი რომ დიდებული ხელოსანი არის და სხვა კატეგორია არის რა და დღესდღეობების გამორჩეული ხელოსანი არის. აი ეხლაც უყურებ თითოეულ დეტალს და სიმართლე გითხრათ ტყვები. ესეც მაგარი ამბავია, როდესაც ანუ ბატონი სერგოს ნამუშევრები გამოჩნდნენ ანუ ჩვენს მაღაზიაში, არათუ გამოჩნდნენ, არამედ აქ იყო ისეთი მოდელები, რომელიც მართლა ძალიან ესეთი არა, ჭექარე და მკუხარე სახელები რო არის, მომხმარებლებმა და კოლექციონერებმა წაიღეს, მაგრამ ლავ იქნება. ანუ ასორტიმენტი როგორც დანები, როგორც მოდა
დანები როგორც იუველერული ნაკეთობა და დანები როგორც ინჟინრული გენია, ასე ვთქვათ, ყველა მიმართულებით აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ვიტარდებით ერთადერთი, ბრილიანტებს და ზურმუხტებს და რაღაცებს, მაგდაგვარ დანებს არ ასე ვთქვათ, ვეზიდებით. გემოვნების ამბავი, ხედვის ამბავი არის ეგეც. ჩემი აზრით, მე არ მომწონს რა დიდად, იმიტომ რომ აი მასალით, რასაც სხვაც იყენებს და იმითი რომ შექმნი რაღაცა სასწაულს და მაგარს, ეგ არის ძალიან მაგარი. ერთ და იგივე საღებავით შეიძლება მოგეწონოს რაღაც არ გამორიცხო ერთი და შეიძლება ერთი შემოიტანო და ბადო. ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ ეს ძალიან დასაფასებელი არის, რომ ეხლა ბრილიანტის ჩასმა არაფერი არ არის. საერთოდ არაფერი არ არის, ბრილიანტსაც ჩასმო და ოქროსაც ჩასმო და ყველაფერს ჩასმო, მაგრამ თვითონ ესეთი დანარო შექმნა ეგ არის მთავარი. მაგია ძალიან მარტივი, ვინც საათებში ერკვევა, კლასიკური Rolex-ი, რომელიც არის ქარხნულად ოქროსი, ღირს უფრო ძვირი, ვიდრე მე ზემოდან რო აქვთ ბრილიანტები ხელოვნურად დამატებული და ჩასმული, ის ფასს უგდებს. არა და იდეაში ხო ბრილიანტები დაამატეს, მაგრამ საათის ფასს დავარდა, მოკლედ ესეთი სიტუაციაა და დღეს ასე ვთქვათ, კულმინაცია, რაღაც ერთ წელს ხედავ და ერთ წელს მეტის სიმაც არა. ერთ წელი გადმოვდა. რატო იცი ხოლმე ესე გიორგი? ძალიან არ გაგვიგზელეს მეთქი ვიდეო. არა, კარგი ნამუშევარია. ოდიოს ნახოთ და მე გადავდებ თუ რამე გადმოვდებ. მაგრამ სანამ იმაზე გადავალთ, ერთ რაღაცასაც ვიტყვი კიდევ რა. იმ დონეზე ზუსტად მუშაობს ეს ადამიანი, იმ დონეზე ზუსტად რომ აი ეს ჩამკეტი რა დონეზე რომ გადავიდეს, აი მაგასაც კი სვავს. ძალიან ბევრ ხელოსანს ხო ზოგს იქით აქვს, ზოგს ახეთ აქვს, ხდები, ეგ ზუსტი არა აქვს. და აი ეს ადამიანი აკეთებს იმაზე, რომ წკიბზე არის ხოლმე ჩამკეტი. წკიბზე. ბევრს გონია რომ წკიბზე რახან არის, შეიძლება საიმედო არ არის, მაგრამ ვიტყვი რომ მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავი არის ხარისხი იმ შეერთების შეხების წერტილი. შეიძლება ბოლომდე იყოს გადასული, მაგრამ ისეთ შეხების წერტილი ქონდეს, რომ ესე მიაწვევი და პირდაპირ სრიალდებოდეს უკან. ანუ თავი შეხების წერტილი არის თავი. ის თუ დაიზრა ის მომენტი, ხო, ის თუ აცდა ერთმანეთს, იმას მნიშვნელობა აღარ აქვს, თქვა კიდეზე არის შაკეტილი თუ ბოლომდე არის შაკეტილი. კი, ის უკვე რომ გადმოსრიალდება ეკრება და აი ეს ადამიანი ეგრე აკეთებს, რომ აი კიდეზე არის ხოლმე პირდაპირ ყველა დანაზე ესა. ხო, მე ვიღაცები იძახიან ხოლმე რომ რაღაც 35% რაღაცა ექსისულელია ყველაფერი. კი ბატონო, ერთი შეხების წერტილი აქვს და რა მნიშვნელობა აქვს. არა, ძალიან მაგარი სხვადონის ხელოსანი არის. აბსოლუტურად და ეხლა სხვა კონტინენტზე გადავდივართ, ხელთათმანებს აძრობს ბატონო. ხელთათმანების კულტურა შემოვიტანეთ. ხელთათმანები, კაი. უდეად ვეპყრობოდით ხოლმე. მიდი გენაცვალე. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოდელია რა. ესე გამორჩევით ვერ ვიტყოდი. მაგარია. გასაგებია. როქსტედ ნეჰანი მეგობრებო. კი ბატონო. მეორედ ბრძანდება ჩვენთან მაღაზიაში და მარტივი არ არის ესეთი დანების ჩამოტანა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა არის, ყველას აქვს ხოლმე მოლოდინი, რომ თქვა პატარა რახან არის, თქვა პროცენტულად იმაზე რა ხელათი პატარაც არის, იმდენი ნაკლები უნდა ღირდეს რა და კი, დასაკეცებში ყველაზე ძვირიანი არის. მოკლედ, როქსტედ ნეჰანი მეგობრებო და ესე გაგიზიარებთ. ეხლა ველოდები მახსენდება ის როგორი ხმა აქვს გახსნის ასე დაწკაპუნების ხმა რო აქვს და როგორი სასიამოვნო აქვს. ჩუმით გისვა. artificial mother of pearl ეგ არის სტარზე გამოყენებული და ხმა ეს mother of pearl ანუ ვინც არის ის მოკლედ ეხლა სანამ ხმას იზავთ ვთქვათ რომ მარგალიტს რაშიც პოულობენ ხო ანუ აი ეს ნიჟარა არის mother of pearl მოკლედ და მაგისგან კეთდება მერე სხვადასხვა რაღაცები. კი ბატონო. რავი ხმა გავაძროთ. აი ეს დაწკაპუნება მიხელი. აი ეს მიყვარს. არც ერთ ესეთ ჩამკეტზე მსგავსი რაღაცა ხმა არ აქვს და მოგავს აი ხოლძეც რო ვიზახი ხოლმე რომ აი ის ხმა რაღაცნაირი სუფთა ხმას რო იღებ აი იმას ეგეთი ხმა აქვს. და აი ძალიან სხვა რაღაცა რა აბსოლუტურად ამის გასაყიდი არის 7 და 6. რთული გასაგებია ბევრისთვის მე ძალიან მაგრად მესმის, მაგრამ ესეთი პატარა ზომის დანა გააკეთო ესე ფუნქციურად არ მინდა ეს მოთხოვე მე თუ შეიძლება აი რა ვიცი რა რახან დანას არ აქვს კლიპს აქვს აგერ აი ტყავის ჩასადებს და თუ გინდა
ჩაიდე, ასე ვთქვათ, იმით რა ქვია. უბრალოდ მე ჩავეძიე გიო და ვნახე რომ ნეჰანის ჩასადებების კიდე ცალკე ის ყოფილა რა. სექტა, რომ ანუ ჩასადებებს ყიდულობენ, უკვეთავენ და ძალიან უცნაური ჩასადებები აღმოაჩინე, რომ ცალკე არსებობს ნეჰანი. ცალკე რაღაც custom ჩასადებები იქნება. რომ ყიდიან და ჩასადები რო ღირს $400 და $500, აი ეგეთი რაღაცები ვნახე კი. საოცრება. საოცარი დანა არის. ანუ ეს ერთი წალი კი დადო, მაგრამ ერთი 15 წალი უკვე გაყიდა. ხო და Rocksteady, ანუ რო შემოვდივარ ხოლმე მაღაზიაში და ერთ-ერთი განყოფილება, ანუ უკვე ისე არის რა, რომ აი გაუმარჯოს ესე ვეუბნები რა, გიგონება ჩემი ბავშვების ვაკაცები იყვნენ რა. ანუ თვის სიახლეებში ხა დაჟე Rocksteady-ის მოხვედრა, აი ცოტა ერიდება რა, გიგონება წინაზე ხო იყო. წინაზე ხო იყო რა და ეხა სხვა არის რა. ყოველ შემთხვევაში, აუცილებლად გამოსაჩენი იყო მიხეილ, მარტივი არ არის ხოლმე ჩამოდანა, შეკვეთთან 4-5 თვე მაინც გვჭირდება რომ ჩამოვიტანოთ ხოლმე რა. რიგი დგას დიდი Rocksteady-ის მსურველების და რო ვეტყვით ხოლმე, აი წელიწადში ორჯერ შეიძლება მოხდეს. ორი რა დანა იყო და რო ვერ მოვახერხეთ ჩვენება, აბა გუშინძი წაიღო, ხო? ორი რომელი? დონი, მეტი არა. მეორეც კაცო. უნი გინდა? უნი, კაი. კარგი, ხო, თუ გაგვანახი ხალხ, კაცო. არ შეიძლება ესე ბატონო გიო. ქონია, აი ქონია. კაი. ვაგზელებთ Rocksteady უნი მიხეილ. აი რას გვიმალავდა, ჯერ სანამ გახსნის რა, ერთად სანამ გახსნები რა. ანუ ეს 5 რო არის რა, ეგ რაღაცა ციფრად რო აწერია, რაღაცა იაპონიიდან გამოგზავნილი, აი რა ქვია იმას. მისამართი რო ქონდათ უცნაური. მისამართი ხო უცნაური ქონდათ რა და რაზვეტ დანიე ქართულად როგორ არის? სათაზერო ინფორმაციებია შიგნით რაღაცა. მეორე მსოფლიო ომის დროს გონია გენერალი Yamamoto აგზავნის რაღაცა პერლ ჰარბორის დასაბომბ გეგმას. რამდენი დანა ჩამოვდის და მარტო ამ დანებზე მაქვს ხოლმე რომ ხასიათს მიცვლის რომ რაღაცნაირად გეგონება იმ ქვეყანაში პატარათი ხო რაღაცნაირად მოგზაურობ რა არც ერთ დანას არ მოქვს ეგ ემოცია რომ იქ მიყავ ხარ სადაც არის გაკეთებული იმდენად რაღაცა იმ ქვეყნის ხასიათი დევს და აი უკვე გახსნაზე აი დამეწყო ნიჭიერი ხალხი ძალიან ოხ აი ჯერ მარტო არ ვიცი რა ესეთი ქარქაში მე არ მინახე ესეთი კარკაშები? არ. ნაუდი იაპონელები არიან მიშა. არ მინახავს და ავიცი მეგობრებო ჩემი მადლიერები იყავით რომ გამოვაღებინე ეს დანა. Rocksteady უნი. შაგრენის ტყავი და ეგრევე მოვედი იმ ხასიათზე მიშა. არ ვიცი. ურა თან ესეთი მუტრუკი ესთეტიკა აი არ ვიცი რა ამას უნდა და საოცარი ოსტატობა. რამსისკია. რა, კაი 5 მმ არის მიშა. აქ ესენი ეხლა მე კარგად გამოჩნდება რა, აქ ეს შიგნით ესენი რო ჩასმული. აი, არც ერთი დანა არ არის ფიქსები, რომ ეს ზემოდანაც კი ნახე როგორი ლამაზია და ეს ჯიმფიგი როგორი ლამაზია აქვს მიშა. გამოკალიავება შეიძლება. ესეთი მაგარი. ეს ამ შემთხვევაში DLC ვერსია არის და ეს პოლირება, შავი არის, შავი ფერი დაკრავს ალბათ ჩანს ვიდეოებში. კი ბატონო და ამით არის მიშა შენ და დავამთავროთ. არიან ადამიანები, ვინც ამით სანადიროდ დადიან სხვათა შორის. გამიგია მე ესეთი ადამიანების არსებობის შესახებ და აი მეც რაღაცნაირი ესეთი განწყობა მაქვს რომ უნდა დამივარდოთ გეუბნები რა იმიტომ რომ საშიში Rocksteady რა სხვათა შორის ეს ცურავს რა ქვია ამას რა ქვია ძაფს ეგენი რას ეძახიან ცუბა ხო ჩაურთავთ ამ სახელს კი და ჩემსავით რო არ მოგივიდეთ ცოტა ისე მოგიდეთ რა ქვია ყარად არ ვიცი ფიქსებში მე ახლოსაც ვერ მოვიტან ვერაფერს სხვას სილამაზით ესენი საოცარი ნამუშევრები არის ანუ შეიძლება დადო და როგორც ნახაც აი ესე უყურო მე დონზე მე მგონი ეს უფრო მომწონს არ ვიცი უნი კი აი მანდ კამათი შეიძლება ისე მაგარი მე მგონი ეს უფრო მომწონს მოდი ესე ვიტყვი რა კაი მოდი გავიდეთ ფინალისკენ კი ბატონო
გამოიწერეთ მეგობრებო არხი, მე მგონი საინტერესო დანებს გაჩვენებთ. ისედაც რა ვიცი არ ვართ ცუდი ხალხი და ვიმეგობროთ კომენტარებში, кайხანი არ გქონია ვიდეო კომენტარებზე პასუხის და ესეთი საინტერესო კითხვები თუ იქნება, ჩავწერთ აუცილებლად ვიდეოს კომენტარებთან დაკავშირებით და ასევე ნუ და გავიწყდებათ 5000 გამომწერზე რომ ძალიან მაგარი გათამაშება იქნება რა და ჩვენ ეგ არ გავიწყდება. თქვენ კიდე რაღაცა აღარ აქტიურობთ ამ ბოლო დროს. მივიდეთ 5000 გამომწერზე და ნახოთ რა მაგარი საჩუქრები იქნება. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ ვიდეოებამდე. იშა არის